პროკურატურის ბრალდებას ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ. ჩემს შეფასება საკმაოდ უარყოფითი ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ შეიძლება ხალხის და ბიუჯეტის, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვა პირადი მიზნებისთვის და ეს ყველა თანამდებობის პირისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ქვეყნის სამსახურშია მოსული, უნდა იყოს მაგალითად იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვინცაც აქვს იმის მანდატი, ხალხის მანდატი. ლევან ვარშელომიძის ნამუშევარი არის დღევანდელი ბათუმი, ხოლო რას მუშაობს დღეს აჭარის მთავრობა, ეს ყველაფერი კარგად ჩანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ახალი პროექტი მათ არ განუხორციელებიათ, პირიქით, როგორც გუშინდელი სტატიით, ესე ვთქვათ, შევიტყვეთ, 100 მილიონამდე ლარი აზარალეს ბათუმის ბიუჯეტს რაღაცა ჩემი აზრით უკანონო თვალების ჩამოწერის გზით. ყოველ თასს გვიმოწოდნენ, ყოველ თასს გვადავებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ჩვენს არის კარგი და ეს არის მიღწევა ჩვენი ხელისუფლების. რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, რომ ხარჯები ქონდათ დიდი და ამაზე ვერანაირ საუბრობდა ღიად გადაპოლიტიკოსებისა, ეს ცნობილი ფაქტია. იქამდეც კი მივიდნენ, რომ გრიფის საიდუმლო დაადეს საქართველოს ხარჯებს, რომ საზოგადოებაში არ გაჟონილი იყოს თქვა ის მცირე ინფორმაცია მაინც. რაც შეეხება ლევან ვარშელომიძეს, მე არ მიკვეს, იმიტომ რომ ლევანი იყო ფავორიტი, ესეთი ფავორიტი იყო, მიხაილ სააკაშვილის იყო მისი გუნდის წევრი და თქო უნდა მასზე დახარჯულად გარკვეულ თანხებს.